მინდა ვისაუბრო, ეს არის კონფლიქტების გაშუქება, ასე ეწოდება ზაზა ცოტნიაშვილის სახელმძღვანელოს, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, როგორ უნდა გააშუქოს კონფლიქტი ჟურნალისტმა, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და ობიექტურობა, რა ტექნოლოგიები შეიძლება გამოიყენოს მუშაობის პროცესში, სწორედ ამ საკითხებს ეხება ეს წიგნი. ავტორის განცხადებით, ქაოსურ და სახიფათო რეალობაში თანამედროვე ჟურნალისტის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი მოვალეობა არა მხოლოდ ფაქტების გადმოცემა, არამედ კონფლიქტის მიზეზების გააზრება, მანიპულაციური ნარატივების იდენტიფიცირება და მედია პროცესებზე გავლენის გაცნობიერება. წიგნის პრეზენტაციას შუადღის გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა. მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების დღეს რეალიზაციის შესაძლებლობა მომეცა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაესწრო, გაიზიარა. ჩემი შეიძლება ითქვას გამოცდილება, ნაზრევი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე თეორიული თვალსაზრისით შევეცადე, რომ ერთად წარმომედგინა აი ამ წიგნში. ჩემთვის ეს გამოწვევაც იყო, საინტერესოც იყო, სამუშაო პროცესი დიდხანს გაგრძელდა საკმაოდ. მოდით მე სუბიექტური ვიქნები და მოვიშველიოთ ამ შემთხვევაში ჩვენი უცხოელი რეცენზენტების, უცხოელი პროფესორების სიტყვები, რომლებიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ სახელმძღვანელოს და სურვილს გამოთქვამენ, რომ ის ითარგმნოს სხვადასხვა ენაზე, რომ უფრო ფართო წრე გაუჩნდეს მკითხველის.